მე მაინც მინდა რომ ეთერი დავიწყო ორი ჟურნალისტის, ორი მოშიმშილე ჟურნალისტის მიმართ ჩემი სოლიდარობის გამოხატვით. მზია მაღლობელის და ავგან სადიკოვის, ხო, რომლებიც უკვე ავგან სადიკოვი თითქმის 3 თვეზე მეტია, ხო, ბოლო დღეებია ძალიან მძიმე, მშრალი შიმშილობით შიმშილობს მზია მაღლობელი და შეუერთდები საერთო მოწოდებას ამ დანაშაულო ძალიან მამაცი ჟურნალისტების გათავისუფლების თაობაზე. ხო, ეს დღეები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმედ მიდის, ხო, რაც ბევრი ტიპის უფლების დარღვევას ხედავთ, ვიღებთ ტრავმებს და ერთ-ერთი ასეთი გამოცდილება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებს, სადაც დევნილთა სააგენტოს შენობასთან ახლოს დევნილმა კაცმა ხო საშუალო ასაკის თავი დაიწვა. ჩვენ ამ ამბის შესახებ უფრო მეტი არ ვიცით, თუმცა თავად პროტესტის ეს ფორმა, ისევ როგორც ადგილი, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს საცხოვრებელთან და გაჭიანურებულ სიღარიბესთან და უპერსპექტივობასთან დაკავშირებულ წუხილს, რომელიც დაბუდებულია დევნილ თემში. და უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ დევნილ თემში ეს წინა წლებშიც იყო აი ეს სასოწარკვეთის ეს და პროტესტის ეს ფორმა გავრცელებული, როცა ისინი აი ამ ფორმით გამოხატავდნენ საკუთარ უიმედობას. თქვენ თქვით, რომ დევნილები საკმაოდ დიდი ნაწილია ჩვენი საზოგადოების, თითქმის 8%-მდე აღწევს დევნილების საერთო რაოდენობა ჩვენს მოსახლეობაში და ვხედავთ, რომ დევნილების ნახევარი ისევ 32 წლის შემდეგაც საცხოვრებლით არ არის დაკმაყოფილებული. მათი დიდი ნაწილი ასევე ისევ ცხოვრობს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობა-ნაგებობებში, სადაც რაღაც შეიძლება მძიმეც კი მოხდეს და ეს ექსპერტიზის მიერაც შეფასებულია როგორც საცხოვრებლად უვარგისი ადგილები. ჩვენ ხედავთ, რომ დევნილების თითქმის 84%-ს 1250 ლარზე დაბალი შემოსავალი აქვს. ეს ციფრი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამის შემდეგ ხო ისინი სოცდახმარებებს არ იღებენ, ეს მიზერულ 45 ლარიან დახმარებებს, ამიტომ ამის დათვლა რაღაცნაირად ადვილი ხდება. მათი 72% არის უმუშევარი და ზოგადად უნდა ითქვას, რომ დევნილებში უმუშევრობა ორჯერ მაღალია ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში, განსაკუთრებულად საშუალო და მაღალ თაობაში, ხო, რომლებიც სრულიად სხვა გარემოში ცხოვრობდნენ დევნილობამდე და შემდგომში მათი ადაპტირება ახალ შრომით, ეკონომიკურ, სოციალურ რეალობასთან არ მოხდა. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოზიტიური დინამიკაც ჰქონდა წინა წლებში დევნილთა განსახლების პოლიტიკას, ეს იმდენად მასშტაბური პრობლემაა, ხო? იმხელა დიდი ჯგუფია და იმდენად მასშტაბურია მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ხო საკითხი, რომ ის ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო წევს, არ არის საკმარისი. სწორედ ამ ნაწილში მინდა დაგისვათ შეკითხვა. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი რაღაცნაირად სპეციფიკური პოლიტიკა მიმართულებით შემუშავებული, მაგრამ ვიცით ისიც, აი ხო თქვენ საუბრობდით ამის შესახებ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილების არც თუ ისე მცირე ჯგუფს წლობით უწევს ლოდინი საცხოვრებლის მისაღებად. მოდით მარტო და ავხსნათ, როგორია ამ წუთას დღეს სახელმწიფო პოლიტიკა განსახლებასთან დაკავშირებით და თქვენ, როგორც აი ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, რა მთავარ ხარვეზებს ხედავთ ამ თვალსაზრისით? დიახ, ხო, როგორც გითხარით სტატისტიკურად, თითქმის ნახევარი დევნილი ოჯახების 51,000 მეტი ოჯახი კვლავ არის საცხოვრებლის მოლოდინში. სახელმწიფოს ძირითადი მიდგომა ასეთი იყო, რომ თეორიულად ასეთი იყო, რომ ის ჯერ უფრო მოწყვლად ჯგუფებს აკმაყოფილებდა საცხოვრებლით, ამიტომაც აფასებდა მათ შემოსავლებს, მათ საცხოვრებელ პირობებს და ამის მიხედვით გარკვეული ქულების მინიჭებით, ხო, უზრუნველყოფდა ეტაპობრივ განსახლებას. კი ჩვენ აბსოლუტურად ვიაზრებთ, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება არის სოციალური უფლებების ნაწილი და სახელმწიფოს აქვს ამ უფლებების არა ერთბაშად რეალიზების, არამედ პროგრესული რეალიზების ვალდებულება, იმიტომ რომ საკმარისი რესურსები არ აქვს ხოლმე სოციალური უფლებების ხო ერთბაშად უზრუნველყოფისთვის, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, რომ გააჩნდეს ერთის მხრივ კონკრეტული გაზომვადი, დროში გაწერილი გეგმა, თუ როგორ უზრუნველყოფს ამ ხო უფლების დაკმაყოფილებას და საბოლოოდ ის გონივრულ ვადებში ამ უფლების სრულ რეალიზებამდე უნდა მივიდეს. თუმცა ჩვენ აი ვხედავთ, რომ სხვადასხვა წლებში მუდმივად ჩანდა შეფერხებები განსახლების
პროცესში და საბოლოოდ სწორედ იმის გამო რომ საკმარისი რესურსები არ იდება განსახლების პროცესში, ეს პროცესი უფრო დაჩქარებული არ არის და ამავდროულად საბოლოოდ დევნილთა დიდ ნაწილს აქვს განცდა რომ ამ სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის მიხედვით არ ხდება განსახლება და ძალიან ბევრი ძალიან მოწყვლადი ოჯახი რჩება ხო ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე წლების განმავლობაში მთლიანად ამ პროცესის მიმართ არსებობს უნდობლობა და ძალიან ძლიერ უსამართლობის განცდა. თქვენ ალბათ გახსოვთ 22 წლის მოვლენები, როცა ბატონმა ზურაბ ქირიამ ხო თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება ის თბილისის ზღვასთან მდებარე სანატორიუმის შენობიდან გადმოხტა და გახსოვთ ალბათ ვთქვათ რა კონტექსტში მოხდა ხო ეს ამბავი როცა ადგილობრივები დევნილები სადაოს ხდიდნენ ხო იმას რომ ამდენი წელი ცხოვრობდნენ აი ამ ძიმე პირობებში ცოცხლის საშიშ ნგრევად შენობაში და საბოლოო სახელმწიფო მათ არ აკმაყოფილებდა და ძალიან ცინიკურად ელაპარაკებოდა კიდეც ამ დევნილებს ხო და ზურაბ ქირია 14 კვადრატულ ოთახში 29 წელი ცხოვრობდა ხო რომელსაც უკიდურესი სიღარიბე ჰქონდა და ძალიან ბევრი ჯანდაცვის და სხვა პრობლემა ხო როგორ შეიძლება სახელმწიფომ გასაგებია ხო რომ პროგრესულად რეალიზებადი მაგრამ როგორ შეიძლება სახელმწიფო 29 წელი ვერ დააკმაყოფილოს ასეთი მოწყვლადი ადამიანები სათანადო საცხოვრისით ხო ამიტომ საბოლოოდ დევნილების პრობლემა კიდევ რა არის იცით მათ აქვთ განცდა რომ არასებობენ ინსტიტუტები რომელიც პოლიტიკურად პასუხისმგებლები არიან მათ წუხილებზე თქვენ იცით რომ 2018 წელს გაუქმდა დევნილთა სამინისტრო რომელიც იყო პოლიტიკური ორგანო ის კაბინეტში შედიოდა დევნილები გრძნობდნენ რომ არსებობდა პოლიტიკური ფიგურა რომელიც მათ წინაშე იყო პასუხისმგებელი დღეს ეს ინსტიტუციები გააქრა და გვაქვს მხოლოდ სააგენტო დევნილთა ეკომიგრანტთა და საარჩევნო შემწეობის უზრუნველყოფის სააგენტო ხო რომელიც დევნილებს ხედავს როგორც მხოლოდ ხარდამჭერის მივიღებს ხო როგორც ბენეფიციარს სოციალურ ბენეფიციარს და დევნილებში სულ არის აღქმა რომ აღარ არსებობს პოლიტიკური ორგანოები ხო რომლებიც თანაც ისინი ინტერაქციაში შეიძლება შევიდნენ აღარ არსებობს საერთოდ მათი საკითხი როგორც პოლიტიკური საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში და ამიტომაც სულ აქვთ ეს განცდა რომ განდევნილები არიან დღის წესრიგიდან და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან გამოქვეყნებულ განცხადებაშიც იყო ამაზე აქცენტი გადასმული რომ პრობლემაა საკმაოდ მწვავე თანაც დევნილებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის საკითხი რამდენად დგას ეს რეალურად ზუსტად ამიტომ დგას რომ ისეთი მაღალი დონის ინსტიტუციები და პოლიტიკური ორგანოები, რომლებიც დევნილთა საკითხებზე იქნებოდნენ პასუხისმგებლები, ამ მთავრობამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაუქმა, რაც პოლიტიკურადაც არასწორი იყო, ხო, იმიტომ რომ დევნილებისთვის ერთ-ერთი დიდი მოთხოვნა დღეს აქ და ახლა საცხოვრებლის უზრუნველყოფასთან ერთად არის მაგალითად დაბრუნების პოლიტიკური საკითხი. ხო, როცა შენ დევნილების, დევნილთა სამინისტროს აუქმებ, ეს ნიშნავს, რომ შენთვის დევნილებთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხებიც ნაკლები პოლიტიკური მნიშვნელობის ხდება, რაც რა თქმა უნდა ეს დევნილებში ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს. თან ეს რომ ბევრი კითხვა არსებობს, ხო? ბევრი კითხვა არსებობს. აი მაგალითად ამის მაგალითი არის 22 წლის დეკემბერში დევნილების გადადგმულ პირთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელმაც 23 წლის 1 იანვრიდან დაბადებულ დევნილებს თან მიმართებით, ხო, სახელმწიფოს აღარ აკისრებს ბინის და საცხოვრების უზრუნველყოფის ვალდებულებას. ხო, მთავრობის ლოგიკა თითქოს იყო ის, რომ უკვე ახლა დაბადებული ალბათ მესამე თაობის დევნილები უკვე საკმარისად ინტეგრირებულები არიან და ამიტომ მათ წინაშე რაღაც ვალდებულებები მე შეიძლება არ უნდა მქონდეს, მაგრამ აი ნახეთ სოციალურ მეცნიერებებში არსებობს ესეთი კონცეფცია, რომ როცა არის შოკური ჩამორთმევის, ხო, აი დეპრივაციის, საცხოვრებლის დაკარგვის, სოციალური კავშირების დაკარგვის, დევნილობა ხო არის მართლა კატასტროფული სოციალური და ეკონომიკური ფენომენი, ხო, როცა ყველაფერს კარგავს ოჯახი, ხო, ის ოჯახები, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგად ცხოვრობდნენ სოხუმის, გაგრის და სხვა ადგილებში, საერთოდ ნოლიდან დაიწყეს ცხოვრება განცდილი ტრავმისა და ძალიან მძიმე ფსიქიკური და ჯანდაცვის პრობლემებით, ხო? და ეს ესეთი ჩამორთმევა და გაჭიანურებული უსახკარობისა და სიღარიბის მდგომარეობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ პირველ თაობაზე და მეორე თაობაზე, არამედ კიდე რამდენიმე თაობაზე და ტრანსმისია ხდება სიღარიბისა და ტრავმის. ხო, იმიტომ რომ მაგალითად თუ შენ ცხოვრობდი ძალიან მძიმე პირობებში, შენ არ ქონდა სათანადო განათლებაზე წვდომა, არ ქონდა სხვა სერვისებზე
სერვისებზე წვდომა, შეიძლება ძალიან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, ხო? იმიტომ რომ ურთიერთკავშირები არსებობს და შენ როცა სათანადო შესწავლის გარეშე მიიჩნევ რომ იცი რა თქვენ მიმართმა პასუხისმგებლობები აღარ მექნება, ხო ეს ესე არ მიიღება, ამას უნდა კვლევა უდევდეს საფუძვლად კიდე ერთხელ მაშინ, როდესაც ეკონომიკური მოწყობილობის მაჩვენებლები სიღარიბის შემოსავლის ჯანდაცვაზე წვდომის დანაზოგების არარსებობის დევნილ თემში უფრო მაღალია ვიდრე საერთო პოპულაციაში, რაც ნიშნავს რომ დევნილთა თემი უფრო ღარიბია. სწორედ იმის გამო რომ მათ ცხოვრება დაიწყეს ნულიდან, არა თუ ნულიდან, არამედ შეიძლება კიდევ უარესი მდგომარეობიდან. ამიტომაც დღეს არავის არ აქვს ეს სენსიტიურობა. მე უნდა ვთქვა რომ პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ ინტერესდებიან დევნილთა საკითხებით. მართალი რომ გითხრათ, წინა საარჩევნოდ, როცა დევნილთა საზოგადოებებში ჩავდიოდით, ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ აღარც გვატყუებენ, ჩვენ ილუზიებსაც კი აღარ გვიქმნიან რომ ხო რაღაცა ვიღაცა ინტერესდება ჩვენი საკითხით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა საკითხების პოლიტიკურ დღესასრიგში დაბრუნება. დიახ, ბოლოს ძალიან ცოტა დრო გრჩება, მაგრამ მე მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებზე და მათ მთავარ გამოწვევებზე მინდა დაგისვათ შეკითხვა. მით უმეტეს რომ თქვენ არაერთი კვლევა გაქვთ ხო ამ თემასთან დაკავშირებით მომზადებული. აი რა გზას თავაზობთ სახელმწიფოს იმისათვის რომ გაუმჯობესდეს მათი პირობები, თქვენი რეკომენდაციები როგორია ამ ნაწილში იმისათვის რომ ცხოვრების ხარისხი იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე არის დღეს? დიახ. ხო, ეს ჩვენ საუბრობთ ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზის, ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გარშემო მდებარე 120-მდე ხო სოფელზე, ხო რომლებიც განიცდიან ნეგატიურ გავლენას ოკუპაციის. აქ ძალიან ბევრი პრობლემაა ამ რეგიონში. ხო, პირველი პრობლემა ეს არის ფიზიკური უსაფრთხოება, იმიტომ რომ ისინი ოკუპაციის ხაზთან ახლოს არიან, შესაბამისად გატაცებები, უკანონო დაკავებები, ჩამორთმევები, ბორდერიზაცია მათ ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. მეორე მხრივ ამ სოფლებში ჩანს აი ამ ჩამორთმევის დეპრივაციის ძიმე გამოცდილება, იმიტომ რომ ზოგიერთმა განსაკუთრებულად უშუალოდ ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ხაზთან ხო მდებარე ოჯახებმა, სოფლებმა დაკარგეს საკუთრება, ხო ზოგმა საძოვრები, ზოგმა ხეხილები, ზოგმა საცხოვრებლებიც კი, ხო, ამიტომაც მათ აქვთ ასევე მატერიალური დანაკარგები ძალიან ძლიერი და ამ რეგიონებში, ამ ადგილებში ძალიან მაღალია, ერთის მხრივ ძალიან სუსტად არის განვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურა. ეხლა ციფრები არ მახსოვს, მაგრამ ხო რაღაც აი თქვა იგივე ბაღებზე წვდომა, წყალზე წვდომა, სკოლებზე, სამედიცინო სერვისებზე წვდომა არის უკიდურესად დაბალი, ხო? აი წარმოვიდგენელი სტატისტიკებია 70-იან 80%-იანი მაჩვენებლებია საბაზისო სერვისებზე წვდომის კუთხით. ამიტომაც ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ ადგილებიდან მიგრაცია არის ორჯერ მაღალი, ვიდრე დანარჩენ რეგიონებში საქართველოში. ხო, იმიტომ რომ ადამიანები ფიზიკური უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების გარშე უბრალოდ ვეღარ ცხოვრობენ ამ ადგილებში. და ჩვენ ვხედავთ რას, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ადგილები გახდეს სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დეპრესიული ადგილები. ხო, რომ იქ სიცოცხლე არ შენარჩუნდეს, ცხოვრება არ გაგრძელდეს. და მისი სუბსიდირება ამ რეგიონების, ასე ვთქვათ, ამ სოფლების, ხო, ამ ადგილების განვითარებაში არის მიზერული, ძალიან დაბალი ტემპებით და ძალიან სუსტი. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვას, ხო, თუ სახელმწიფოს პოლიტიკა რა არის. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თუნდაც კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით გამყოფი ხაზის გარშემო მდებარე სოფლები განავითაროთ, იქ კეთილდღეობის, სოციალიზაციის, კულტურული განვითარების სივრცეები შევქმნათ და ჩვენოთ ხო თუნდაც გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ ადამიანებს თუ საქართველოს როგორ ვითარდება, ჩვენ ხედავთ რომ იქ იმდენად დეპრესიული, მართლა სოციალურ მელანქოლიას უფევს ამ სოფლებში, ისევ დანგრეული სახლები, გამოცარიელებული სოფლები, რა გზავნილია ეს თუნდაც გამყოფი ხაზის იქით მცხოვრები ადამიანებისთვის, ხო? უფრო მეტიც ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, სიმართლე რო გითხრათ, იქ მცხოვრები ადამიანები, რომ როცა ჩვენს მეზობელ ყოფილ მეზობლებს ველაპარაკებით, იმათ შესაძლოა უფრო მაღალი პენსიები და სოციალური დახმარებები ქონდეს, ვიდრე ჩვენ, ხო? ამიტომაც აი ის თუ როგორ ვეპყრობით ჩვენ დევნილებს, თქვათ იგივე გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, ძალიან ბევრ რამეს აჩვენებს, ჩვენთვის პრიორიტეტი რა არის. სახელმწიფოდან ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კი ბატონო, ჯგუფებში იწერება, რომ აი ამ პროტესტის ფორმებს უნდა მიმართონ ადამიანებმა ძალიან დიდი ბოდიში. ხო, რომ რაღაც ესეთი დესტრუქციული, რადიკალური ფორმები არის მხოლოდ ერთადერთი გზა
რითაც მათ შეიძლება ყურადღება მიიქციონ. მე მინდა ყველას მოუწოდო, მათ შორის დღეს საპატიმროში მოშიმშილე ჟურნალისტებს, ან პატიმრებს, ხო? თუ თუნდაც დევნილებს, რომ ეს არ არის გზა, რითაც ჩვენ სამართლიანობისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები, ძალიან თვითორგანიზებულები იმისთვის, რომ ვიპოვოთ დემოკრატიული მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური გზები ჩვენი ინტერესების დასაცავად და არა თვითგანადგურება, მსხვერპლად შეწირვა არ არის სწორი გზა ცვლილებებისთვის და მე ძალიან მინდა ყველას მოუწოდა, რომ ამაზე ფიქრიც კი არ დაუშვან საკუთარ თავთანაც კი.